მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის საჯარო გაშლის თემა შეეხება შემდეგ საკითხს, ცოტა ისეთი ფილოსოფიური თემა გვექნება, ვინ ხართ თქვენ და რაშია თქვენი სიძლიერე. ეს გაშლა არ იქნება ვარიანტებად, ამიტომ ყურადღებით მოусმინეთ იდენტიფიკაციას, ვისთვის იქნება კონკრეტულად ეს გაშლა. და თუ რეზონირდა თქვენზე იდენტიფიკაცია, მაშინ გააგრძელეთ ყურება, თუ არა და ეს ვიდეო თქვენთვის არ არის. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დაკომენტარება, გაზიარება. ახლა კი ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ. ამ დასტით ვიმუშავებთ იდენტიფიცირებაზე, ვინ ხართ თქვენ და რაშია თქვენი სიძლიერე, იმას განვიხილავთ მომდევნო დასტით. ოჰო. ვინ ხართ თქვენ? ჩემო ძვირფასებო. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც მე ვიტყოდი, რომ აქვს ძალიან ძლიერი ლიდერული უნარ-ჩვევები. რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი უნარი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი უნარი შეცვალოს და გახდეს საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც საკმაოდ რთული გზა გაქვთ გამოვლილი აქამდე მოსასვლელად, სანამ მოხვიდოდით. ამ გზაზე დააგროვეთ არაერთი გამოცდილება, დაკარგეთ არაერთი ადამიანი. და მე ვიტყოდი, რომ ახლა ხართ პროცესში, როცა იცნობთ და უმეგობრდებით საკუთარ ძლიერ მხარეებს. მხარეებს, რომელიც შეიძლება აქამდე გაშინებდათ, ან აქამდე ვერ იღებდით, ან შეიძლება საზოგადოებაში, სადაც მანამდე კი ბატონო, აი ხმლების დედოფალი, საზოგადოებაში, სადაც ან ცხოვრობდით, ან იზრდებოდით, ან მუშაობდით, ეს თქვენი სიძლიერე, ეს თქვენი ლიდერული უნარ-ჩვევები არ ითვლებოდა კარგ ტონად, იმიტომ რომ რაღაცა მოითხოვდა საზოგადოება თქვენგან უფრო მეტ სირბილეს, უფრო მეტ მოთმინების უნარს. აი ეხლა ამ ეტაპზე ვინ ხართ თქვენ, ვინც მე მიყურებს, აქ უკვე მიყურებენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი, მე ვიტყოდი, იმუშავეს საკუთარ თავზე, ძალიან ბევრი იმუშავეს საკუთარ თავზე, 9 ზღვა და 9 ზღვა გადაცურესო და 9 მთა გადაიარესო, როგორც არის ნათქვამი, და თქვენი დღევანდელი ცხოვრება აღარ გავს უკვე იმას, რაც იყო მანამდე და ეს განიცადეთ ძალიან დიდი ფუნდამენტური ტრანსფორმაციების შედეგად. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ერთმნიშვნელოვნად პარტნიორული ურთიერთობებიდან მიღებულ ან იმედგაცრუებას, ან ტკივილს, რომელიც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც თქვენ წარმოგედგინათ ან გინდოდათ. შეიძლება კი ბატონო, აქ შეიძლება იყო ღალატი მესამე ადამიანის ჩარევის შედეგად. და ამის შემდეგ თქვენ გამოიარეთ ძალიან მძიმე დეპრესიული ჩავარდნა. შესაძლოა, იმიტომ რომ აქ ანგელოზის არკანიც მოდის, შესაძლოა ეს დეპრესია, შესაძლოა ეს იმედგაცრუება თქვენ ზედაპირზე არც ამოგიტანიათ, მაგრამ ეს იყო თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი და თითქოს აი სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე რომ იდექით, რო არ იცოდით რა უნდა გაგეკეთებინათ, თა რო გინდა მიხვიდე იმ ადამიანთან და უთხრა, რომ იცი რა, ან დაბრუნდი, ან რაღაცა თავიდან გავაკეთოთ და თან რო ამას ვერ ბედავ. აი ზოგისთვის ესეთ სიტუაცია იქნება პირდაპირ იმედგაცრუება მიღებული პირადი ურთიერთობებიდან, რომელიც შესაძლოა დასრულდა ღალატით. კონფლიქტური ენერგიები კი, აი ხო გეუბნებით, ძალიან დიდი გზა გაქვთ გამოვლილი აქამდე. აქ ამოვიდა ქურუმი ქალი ამ გზასთან ერთად, აი ამ განვითარებასთან ერთად, თქვენ ჩემო ძვირფასებო დაიწყეთ საკუთარი ინტუიციის მოსმენა, საკუთარი თავის მოსმენა დაიწყეთ, იმიტომ რომ მანამდე თუ თქვენ უსმენდით გარეთ
არსებულ ან ადამიანებს, ან თქვენს გარეთ არსებულ მოვლენებზე გქონდათ რეაქცია, ხო? და ამან მიგიყვანათ ფაქტობრივად ჩიხში, აი ახლა ეს პროცესი ნამდვილად დასრულდა და თქვენ მიხვდით, რომ ერთადერთი ვისაც შეიძლება მოусმინო, ესაუბრო, საკუთარი სურვილები გაუზიარო, ეს ხართ ისევ და ისევ თქვენ და თქვენი საკუთარი თავი. კი ბატონო, ეს ეტაპი მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, რასაც ახლა მე თქვენ გიყვებით, იყო ძალიან კარმული ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, რამაც ფაქტობრივად მიგიყვანათ ეწეღა როგორც გითხარით, სიკვდილ სიცოცხლის ზღვრამდე თქვენ უკვე მიხვდით, რომ ან ეხლა იყო დრო, რომ შეგეცვალათ ეს სიტუაცია, ან ეს დრო აღარასოდეს და ეს შესაძლებლობა აღარასოდეს აღარ მოგეცემოდათ. ძალიან მიხარია, კი ბატონო, ანკარი იმპერატრიცა, ძალიან მიხარია, რომ თქვენ აქ აირჩიეთ საკუთარი თავი, ნამდვილად, აირჩიეთ საკუთარი თავი, ძალიან ბევრი თქვენგანი გათავისუფლდა მიჯაჭვულობებისგან, რომელიც ხელს გიშლიდათ, გაბრკოლებდათ და გაგდებდათ აი აპათიურ, დეპრესიულ გუნება-განწყობილებაში და აი ეხლა უკვე არის ეტაპი, როდესაც თქვენ მოიპოვეთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა. აიღეთ საკუთარ თავზე, კი ბატონო, აი სამიანის ხმლები ამოვიდა ისევ, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაუდექით თქვენს გზას. აი ჩემო ძვირფასებო, ისე მიხარია ხოლმე, რომ ვამბობ და მე ადასტურებს ტარო ამ არკანებით ჩემს ნათქვამს, რომ ერთ სიამოვნებად ღირს თქვენთვის საჯარო გაშლების გაკეთება. აი ნახეთ, თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა თქო და აქ გამოვიდა არკანი ეტლი, ანუ თქვენ უკვე დაადექით თქვენი ცხოვრების გზას, ნამდვილად დაადექით თქვენი ცხოვრების გზას, უკვე გამოცდილი ხართ, უკვე ისე მარტივად ვეღარ მოგატყუებენ, ვეღარ გამოგიყენებენ, მე ვიტყოდი რომ ვეღარც დაგაზიანებენ, იმიტომ რომ თქვენ უკვე გესმით არა მხოლოდ ყურებით და ხედავთ არა მხოლოდ თვალებით, არამედ თქვენ უკვე გაქვთ უნარი იგრძნოთ და სამყაროში ეს კომუნიკაციის სხვადასხვა არავერბალური და ხელშეუხებელი, ასე რომ უხილავი, მოდი ასე ვთქვათ, მეთოდები თქვენ უკვე აითვისეთ და გაითავისეთ. აქ პრინციპში, რასაც მე ვუყურებ, ეს გაშლა ეხება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე გილოცავთ საკუთარი გზის არჩევას და საკუთარი თავის არჩევას. ეს არ იყო ნამდვილად მარტივი გზა, მაგრამ თქვენ ეს შეძელით. ეხლა ვნახოთ, რაშია თქვენი სიძლიერე უშუალოდ აი ამ არჩეულ გზასთან დაკავშირებით. ვინ ხართ თქვენ? მე მგონი უკვე გაიგეთ. თქვენ ხართ ლიდერი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უკვე დაადგა საკუთარი ცხოვრების გზას. ვნახოთ, რაშია თქვენი სიძლიერე. ვნახოთ, რაშია თქვენი სიძლიერე. აბა, ვნახოთ. რაშია თქვენი სიძლიერე? არკანი შეყვარებულები. არკანი ფორტუნას ბორბალი და არკანი ექვსიანი პენტაკლები. ჩემო ძვირფასებო, თქვენი სიძლიერე, აი მინდა რომ ეს არკანები დაგანახოთ. ეს არის არკანი შეყვარებულები. აი ესე ჩანს კარგად მე მგონი. ეს არის ფორტუნას ბორბალი და აი აქ გვაქვს ექვსიანი პენტაკლები. აი ამ გზაზე, რაც მე წეღან მოგიყევით, თქვენი სიძლიერე არის იმაში, რომ თქვენ არ დაგიკარგავთ უნარი აღფრთოვანდეთ პატარ-პატარა სიხარულებით თქვენს ცხოვრებაში. არ დაგიკარგავთ უნარი იყოთ იმედით განწყობილი
მომავალთან დაკავშირებით. არ დაგიკარგავთ უნარი გიყვარდეთ, არ დაგიკარგავთ უნარი მიეძღვნათ ადამიანებს და არ გამხდარხართ განმარტოვებული, ჩაკეტილი პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან გრძელი და რთული გზა გაქვთ გავლილი ამ კონდიციამდე მოსასვლელად, როგორც წეღან აგიღწერეთ, ხო? და ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვნად პარტნიორისგან მიღებული ტკივილი და დაბრკოლება, ასევე ყველაზე ახლო ადამიანებისგან შეიძლება განგეცადოთ ღალატი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ ადამიანები მაინც გიყვართ. მაგრამ ნახეთ რა გახდა თქვენი სიძლიერე. აქ ცენტრში დგას ქალი, რომელიც მის ირგვლივ ხატავს წრეს და თვითონ დგას ამ წრის შიგნით. თუ მანამდე თქვენთვის წრის ცენტრი იყო განთავსებული აი ამ წრიდან გარეთ, ანუ თქვენ ორიენტირი გქონდათ აღებული თქვენის გარე სამყაროზე, იქიდან ელოდებოდით სიყვარულს, იქიდან ელოდებოდით მხარდაჭერას, იქიდან ელოდებოდით რაღაცა შთაგონებას, შეიძლება ზოგიერთი მათგანი, ხო, აი რაღაცა შეფასებას, ასე რომ ვთქვათ, და ამ შემთხვევაში იღებდით საკუთარ თავს ისეთად, როგორადაც გარე სამყარო თქვენ ამას გაწვდიდათ, ხო, ზოგი მაგალითად გეტყოდათ, რომ ნუ აი კარგი ადამიანი ხართ, ამ შემთხვევაში თქვენში იბადებოდა კმაყოფილების განცდა. ზოგი გეტყოდათ, რომ არ ხართ კარგი ადამიანი, ამ შემთხვევაში საკუთარ თავთან დაკავშირებით გეუფლებოდათ არასაკმარისობის, არასრულფასოვნების შეგრძნება, ხო? ეს ჩახსენით თქვენ უკვე და თქვენ მიხვდით, რომ არავინ და არაფერმა არ იცის იმაზე უკეთ, რა გინდათ თქვენ და რა შესაძლებლობები გაქვთ თქვენ, ვიდრე თავად საკუთარმა პიროვნებამ და თქვენ თვითონ. აი ამიტომ თქვენ უკვე ეს წრე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ გამოსახავს, ასე რომ ვთქვათ, რკალს, რომელიც გიცავთ, ერთგვარი უხილავი ბარიერია გარე სამყაროსა და თქვენს შორის და თქვენ უკვე ფაქტობრივად არავის და აღარაფერს აღარ აძლევთ იმდენად, რომ დაგაზიანოთ ამის უფლებას, ვიდრე აქამდე აძლევდით. ხო? ამავე დროს, ნახეთ, 6-იანი პენტაკლები აქ რას მიანიშნებს? თქვენ არ გამხდარხართ ძუნწი ადამიანი, თქვენ არ გამხდარხართ ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს აპრიორიტეტებს, მიუხედავად იმისა, რომ მაინც საკუთარი თავის სასარგებლოდ გააკეთეთ არჩევანი, ხო? მაინც გაქვთ შესაძლებლობა, მაინც გაქვთ იმის მოთხოვნილება, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროთ. გაჭირვებაში მყოფ ადამიანების დახმარება შესაძლოა პირდაპირაც გავიგოთ, რომ მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ მათ, მაგრამ ასევე შეიძლება გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაზიარება ცოდნის, გაზიარება მხარდაჭერის, გაზიარება ემოციის, აი ეს უნარი თქვენში არსებობს და ეს არის თქვენი სიძლიერე. თქვენ, ჩემო ძვირფასებო, ხართ უფლის რჩეული ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს რთული გზა რაც გამოიარეთ, არ გახდა თქვენი გაბოროტების მიზეზი, არამედ პირიქით თქვენ გახდით ადამიანი, რომელიც შესაძლოა სრულიად უმიზეზოდ, სრულიად უანგაროდ, სრულიად აი წინასწარი განზრახვის გარეშე გახდეს სხვისი შთაგონების და мотиваციის წყარო. ეს არის თქვენი სიძლიერე. ნახოთ კიდე რას გვეტყვის ტარო, არკანი, აი გითხარით, არკანი მთვარე მოვიდა, ანუ რომ გახართ საოცარი ემპათი, 6-იანების თასები და ხმლების რაინდი. ჩემო ძვირფასებო, აქ შესაძლოა მიყურებდეთ ან კოლეგები, ან თუ მინიმუმ კოლეგები არ მიყურებთ, არაჩვეულებრივად გაქვთ უნარი გაიგოთ და შეიგრძნოთ ადამიანის ემოციები. ხართ განსაკუთრებული ემპათიის გრძნობით დაჯილდოვებული, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მარტივად მიხვდეთ და ჩაწვდეთ ჭეშმარიტებას და ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება აქ იყოს ადამიანი, რომელიც მუშაობს სხვისი დახმარებისათვის, ან ფსიქოლოგიის დარგში, ან ნებისმიერი სხვა დამხმარე სფეროს რანგში, რაც გიადვილებთ და გიმარტივებთ ადამიანების რეალური ბუნების განცდის შესაძლებლობას და ასევე ეს გიმარტივებთ თქვენი პროფესიული საქმიანობის შედეგების უფრო მოკლე დროში რეალიზებას და დადებას, ვიდრე დაუშვათ ეს შეიძლება დაჭირებოდა სხვა თქვენს კოლეგას.
თქვენ ხართ ადამიანი ასევე, რომელსაც შეუძლია სწრაფი და ქირურგიული ეგრეთ წოდებული ჩარევის გზით გათავისუფლდეს როგორც თავად ისე სხვები ზედმეტი და დრომოჭმული პროცესებისგან. ეს გაქვთ ძალიან ისე აი გამოიმუშავეთ, იმიტომ რომ თქვენ იმდენი ხანი იყავით ჯოჯოხეთში, იმდენი ხანი იყავით თქვენსავე საკუთარ ტყვეობაში, ხო? ნუ შეიძლება ხა ზოგისთვის ეს იყო მაგალითად ოჯახი, რომელიც ასოცირდებოდა ტყვეობასთან, მაგრამ ანუ ეს ტყვეობის განცდა, ეს დამუხრუჭების განცდა იმის განცდა, რომ ადამიანები თქვენ მხოლოდ გიყენებენ და თქვენთვის სარგებელი არ მოაქვთ, იმდენი ხანი იყო თქვენს ცხოვრებაში, ხო? რომ თქვენ მიხვდით, რომ დროა, რაც გასაშვებია, რომ ის რაღაცები ცხოვრებიდან გაუშვათ. აი ესეც თქვენი სიძლიერეა, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ კიდე რას გვეტყვის. აი არ ვიცი, ხმლების 6-იანი ცხოვრებიდან რაც გასაშვებია გაუშვათ თქო, აიღოთ როგორც გამოცდილება და წაიღოთ თქვენს გზაზე. ჩემო ძვირფასებო, კი ბატონო, აი არკანის სიკვდილი მოვიდა აქ, ტრანსფორმაციის ძალიან დიდი უნარი და თასების 5-იანი. თქვენ აი ეს დეპრესია, ეს აპათია, აი დასტის ბოლოს არკანი კოშკი, მოიტოვეთ უკან, რაც გასაშვები იყო, გაუშვით ყველაფერი და გახდით თქვენი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. ეს არის თქვენი სიძლიერე, ეს არის თქვენი უნიკალურობა, ეს არის თქვენი განსაკუთრებულობა და მე გილოცავთ აი ამ არაჩვეულებრივი გზის დაწყებას, აი ამ არაჩვეულებრივი მოგზაურობის მიღებას, იმიტომ რომ დაუშვით თქვენის მოგზაურობა, რომ თქვენს ცხოვრებაში ყოფილიყო და გისურვებთ აი ამ გზაზე, აი ამ ცვლილებების გზაზე უამრავ კეთილშობილურ და ღვთისმიერ გამოცდილებას, უამრავ კარგ ადამიანთან შეხვედრას და თქვენი მიზნების, თქვენი ნიჭების და თქვენი ოცნებების სრულად რეალიზებას. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან, ჩემო ძვირფასებო. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეს საჯარო გაშლა. გთხოვთ, რომ კომენტარებში დაწეროთ, რამდენად რეზონირდა ეს ყველაფერი თქვენზე, ერთი და ასევე დამიწეროთ, რა თემებზე გავაკეთოთ მომდევნო საჯარო გაშლები. გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ ბედნიერ დღეს და შევხვდებით უახლოეს მომავალში.